თვალების წვა და მეწყო, ვეღარ სუნთქავდი, ხმა ეგრევე ჩამიწყდა და ესეც ისმის, მახსოვს რომ წამართვის დროშა და მაგინებდნენ რუსულად. საერთოდ ფოტოგრაფია დავიწყე 2003 წლის ვარდების რევოლუციის დღეს და მაშინ სწორედ აქციებმა და აი ამ ვითარებამ ამაღებინა კამერა ხელში, მას მერე ემსახურებოდა ჩვენს პროფესიას ერთგულად. არასოდეს მსგავსი მოწამლავი ნივთიერება მე არ მიგწვია. 28-ში მახსოვს რომ გარდა იმისა რომ ვიღებდი ფოტოებს, გავუშვი ლაივი, ეს ლაივი დღემდე მიდევს ინსტაგრამზე და თვითმხილველსაც და მაყურებელსაც შეუძლია რომ გაიხსენოს ის დღე, როცა მე ვიღებ ამ დროს გამოუშვეს წყლის ჭავლი, ძალიან მიჭერდა კამერის დაჭერა. All we need is to be part of Europe. მაგრამ ვცდილობდი რომ ბოლომდე ამესახა სიტუაცია. მახსოვს რომ თვალების წვა და მეწყო, ვეღარ სუნთქავდი, ხმა ეგრევე ჩამიწყდა და ესეც ისმის, მახსოვს რომ წამართვის დროშა და მაგინებდნენ რუსულად, რაზეც რა თქმა უნდა ძალიან ავღელდი, მაგრამ ვაგრძელებდი გადაღებას, მიჭირდა ძალიან ლაპარაკი, მეწლოდა ყველაფერი. მოგხოცეს, აი, ამოგხოცეს. ხალხის ნაკადი, ზღვა ნაკადი ძალიან დიდი გაზი გაუშვეს. ხალხი ჩემ თვალწინ ვარდებოდა, ეცემოდა. მახსოვს თვალებში რომელიღაცა ახალგაზრდა მომაწოდა და მაწვეთებდა სითხეს რომ გასუფთავებულიყო, მე რაღაცა პერიოდში ტელეფონიც გაითიშა. პირველ დღეს, როცა უშუალოდ მე ჭავლი მომხვდა და დავსვოლდი, გიორგი არ იყო ჩემთან ერთად. და მეორე დღეს უკვე გიორგი როცა ჩემთან ერთად იყო, მას ეკეთა აეძინა, შესაბამისად მისი სიმპტომები და ჩემი სიმპტომები მკვეთრად განსხვავდება. ანუ ორივე ფოტოგრაფი ვართ, მე მომხვდა ჭავლი და მკვეთრად უარესდება ჩემი მხედველობა ამ დღეების მერე. ეგრევე. როცა გავიგე BBC-ს ვიდეოდან რომ ამ გაზში რაღაც არასწორი იყო გარეული, ძალიან შემეშინდა და არც გამიკვირდა. იმიტომ რომ მე საკუთარ თავზე მაქვს გადატანილი ეს ფიზიკური ზიანი. მე მხედველობა მკვეთრად გამიუარესდა, ასევე დამაწყო კუჭის პრობლემები, დღემდე მკურნალობ, გულის პრობლემები, საავადმყოფოშიც ვიწექი, გულის პრობლემა მანამდე არასდროს მქონია და 42 წლის განმავლობაში მე არასდროს სათვალე არ დამჭირვებია. დღესდღეობით მე მუდმივად სათვალეს ვატარებ. თვალები არის ის, რაც არის ჩემი პროფესიული იარაღი, რომელიც დამიზიანდა სამუდამოდ.